2025 წელი რა მოიტანა წელმა ქართულ პოლიტიკაში? პოლიტიკის მოკვდინება, ძველ ქართულად რო ვთქვა. 2025 წელს მე მგონი სული დალია და ჩვენ ახლა სინამდვილეში არის აი როგორ გითხათ პოლიტიკური პროცესი ხელოვნურ სუნთხვაზე მიერთებული კომაშია ჩავარდნილი და დიდი იმედები არ ჩანს რომ აქედან გამოვა. არავისთვის კარგი წელი ეს არ ყოფილა. რაღაცნაირად ისე მოახერხეთ რომ პოლიტიკურ ნაწილს შეხარცხადია რომ სპორტსმენისთვის შეიძლება კაი წელი იყო და ბიზნესმენისთვის ვინც ფული იშოვა, მაგრამ პოლიტიკოსებისთვის ჩემი აზრით ეს ანუ არის წელი, როდესაც ახლა უნდა მოვიგონოთ აი ამ სიტუაციაში როცა არც პარლამენტი არ გვაქვს და შემოაქვთ ეგეთ განათლების რეფორმას ატარებენ ჩვენს მომავალ თაობას ჩავტარდება განათლების რეფორმა რომლის შესახებაც დისკუსიებიც კი არ გამართულა ამ მთელი კანონი შეიძლება იცვლება მთელი ინფრასტრუქტურა ყველაფერი იცვლება და ნუ რა ვიცი მე მაგალითად ვფიქრობ რომ ჯობია რომ აი თუნდაც არაფორმალურად ტარდებოდეს შეხვედრები და ხვდებოდეთ და ვლაპარაკობდეთ რომ ვიღაც ერთმანეთს გავაგებინოთ რომ შეიძლება შეცდომას უშვებდეს ვიღაც აი რაღაცა შეიძლება არასწორი უნდა მაგრამ შეცდომას უშვებდეს რაღაცაში ტელევიზიაში სხვა რავინ არ არჩევს იმ კონკრეტულ რაღაცას თემაზე კონკრეტულ თემაზე იქნება ეს პირობითად განათლების რეფორმა იქნება ეს შეზღუდვის თავისუფლება ნებისმიერ საკითხზე სადაც შენ დაორგანიზებ სერიოზულ დებატს სახალხო გახდეს არა პროცესი ერთმანეთის ლანძღვაგინების არამედ სახალხო გახდეს პროცესი დისკუსიების სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით აი მე ძალიან მინდა ქართული ოცნების წევრებთან დებატი საჭიროა გესმით? ანუ მართლა საჭიროა ქართული ოცნება ახლა რასაც აკეთებს. აბა ეს ხო სადღაც პოლიტიკური პროცესის ნაწილი უნდა გახდეს. სადღაც პოლიტიკური პროცესის ნაწილი რო გახდეს, იქ ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ის, ვინც მაგაზე პასუხისმგებელია. მეორე მხარე უნდა იყოს კრიტიკული მხარე და აზრთა შეპირისპირების საფუძველზე ჭეშმარიტება იმედება. ხო, მაყურებელმა რამე აზრი გამოიტანოს და კანონის ავტორმა თუ ვინც არის ზოგადად პასუხისმგებელი, იმან ან გადაიაზროს, ან დაამყაროს, ან შეამციროს თავისი არგუმენტები. როგორც არის. თელი აი ეს პროცესი რო არ არსებობს. ხო, ამის გამო არ არსებობს პოლიტიკური პროცესი. არ არსებობს ბევრი რამის დამთხევაა. არ არსებობს პარლამენტი, არ არსებობს მედია საშუალებები, ისინი არ არიან ადეკვატურები ამ არსებულ სიტუაციაში, რომ დააკომუნიცირონ საზოგადოების სხვადასხვა სფეროები. საჯარო სივრცეში ფაქტობრივად არ არსებობს ინსტრუმენტი, რა ინსტრუმენტითაც შენ პოლიტიკურ პროცესში ჩაერთვები. ნებისმიერ შემთხვევაში დისკუსია რო უნდა არსებობდეს, ამაზე ხო ფაქტი არის. ხო და ან დისკუსია ან ფორმალური უნდა იყოს, ან არაფორმალური უნდა იყოს, ან საჯარო უნდა იყოს, ან არასაჯარო უნდა იყოს, მაგრამ არაფერი რო არ არის, ეგ ხო ყველაზე კატასტროფულია.